ყოველ მეორე ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოუცდია წელის ტკივილი, ისეთი ტკივილი, როცა წელიც ტკივა და ფეხის, ანუ იმ მხარესაც წელი ტკივა, გაყოლებაზე ტკივა მთლიანად ფეხი. ან დაბუჟების შეგრძნება აქვს, ამას ეძახიან საიატიკას, ამას ეძახიან იშიას, ან წელის რადიკულოპათიას, ან საჯდომი ნერვის ანთებას. ერთი და იგივე ეს ყველა ტერმინი და აზრი არის, რომ ეს საჯდომი ნერვი, რომელიც ჩვენს ორგანიზმში მიიჩნევა, რომ ყველაზე გრძელი ნერვია, ღიზიანდება და მისი ანთებითი პროცესი ხდება და გვტკივა. ახლა როგორია იშიაზე, ანუ როგორ ვიცნოთ ეს საჯდომი ნერვის ტკივილი? უმეტესად 70% შემთხვევაში არის გეგონება ელექტრული დენი გირყავს, აი ესეთი ძლიერი შოკის მსგავსი ტკივილი, რომელიც გაუყვება მთლიან ფეხს, განსაკუთრებით ფეხის უკანა მხარეს, ანუ საჯდომს, ბარძაყს და შეიძლება ჩავიდეს ფეხის თითებამდეც. შეიძლება იყოს ყრუ ტკივილი და არა ელექტრული მსგავსი ტკივილი, ყრუ სუსტი ტკივილი, ან დაბუჟების შეგრძნება ქონდეს ადამიანს, ან ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება ქონდეს, ანუ ნერვული გაღიზიანების ნიშნებია ეგ ყველაფერი. ეს ტკივილი ძლიერდება, აი, როცა ადამიანი დატრიალდება, მაგალითად, მოიხრება ხანგრძლივი ჯდომის შემდეგ, ან რაღაც მძიმეს აწევს და მაგ დროს შეიძლება დაემართოს, ან დაჯდომისას, ან ფეხის აწევისას, ანუ მოძრაობების გაკეთებისას ემართება ეს ტკივილი. აზრი ახლა რა არის, რატომ ხდება ეგეთი რაღაცა? ჩვენ გვაქვს მალები, ჩვენი ხერხემალი შედგება მალებისგან, მალები რომ წარმოიდგინოთ, არის ძვლები ერთმანეთზე დალაგებული, რომელიც ხერხემალს სვეტის ფორმას აძლევს. მათ შორის არის დისკები, ეს დისკები არის, ეს დისკი არის დისკო, რომ წარმოიდგინოთ ზუსტად ეგეთი და შიგნით აქვს ჟელეს მსგავსი ნივთიერება. დროთა განმავლობაში, როცა ეს მალები ერთმანეთს აწვება, ეს დისკი თამაშობს ამორტიზაციის ფუნქციას, არბილებს, აი ამ დაწოლას. და დროთა განმავლობაში ეს დისკი შეიძლება დაზიანდეს. წელის მალის დისკი ყველაზე ადვილად ზიანდება, იმიტომ რომ ყველაზე დიდი ზეწოლა აქვს მას. განსაკუთრებით ადამიანები, რომლებიც თქვათ ფიზიკურ საქმეს აკეთებენ, მძიმეებს წევენ, ან დიდხანს სხედან, ან არასწორ პოზიციაში დგან, ან ზიან, ან მუშაობენ, მაგ ადამიანებს მიკროტრამვები ხდება, ნელ-ნელა ეს დისკი ზიანდება და ამ დისკს შეიძლება დაემართოს რამდენიმე რამე, შეიძლება გამოიწიოს, გამოიზნიქოს, შეიძლება ის გასკდეს და ის ჟელე გამოვიდეს და არ აქვს მნიშვნელობა რა მოვა დისკ თუ რამე მოვა, მოკლედ გარშემო ნერვს მიეწვება. გარშემო ნერვს რომ მიეწვება, ამ ნერვს აღიზიანებს და ეს ნერვი ვინაიდან ძალიან გრძელი ნერვია და ჩამოუყვება მთლიანად ფეხს, აი ამას გრძნობს ჩვენ როგორც იშიას, როგორც საიატიკას, აი ამ ტკივილს, რომელიც ჩამოუყვება ასე მთელ ფეხს და იწყება წელის მიდამოში. უმეტესად ეს ტკივილი არ არის ისეთი, რომ ადამიანი არ გეტყვის, რომ აი ძალიან წელი მტკივა, უფრო წელს არ იტყვის, უფრო იტყვის ფეხს, ან ფეხის მიდამოს აი ამ ტკივილზე გაუსმევს ხაზს. ამით შეიძლება იცნო ადვილად, ანუ ეს არის საჯდომი ნერვის ტკივილი თუ უბრალოდ წელის ტკივილი. ერთი ტესტი, რომელიც ძალიან გვეხმარება გამოცნობაში, ეს არის იშიაზი თუ არა, ადამიანი უნდა დაწვეს სწორ ზედაპირზე და რომელი ფეხით ტკივა, ის უნდა აწიოს, ვინც გამსინჯველია იმან. გაშლილ მდგომარეობაში, გაშლილი ფეხის ტესტი ქვია მაგას. რო აწევ, დაახლოებით 30 გრადუსიდან 70 გრადუსამდე რო აიწევა ფეხი, აი მაგ მონაკვეთში თუ ტკივილი მნიშვნელოვნად გაძლიერდა, თუ ადამიანს ეტკინა, აი ეს ნიშნავს, რომ დისკის ჰერნიაცია ქვია ამას, ანუ დისკია დაზიანებული მოკლედ და იქიდან არის ტკივილი, ან ნუ კომპრესია ხდება საჯდომი ნერვის. როგორც მინიმუმ აი ამ ორ ინფორმაციას გვაძლევს. დაგვარწმუნებს მოკლედ, რომ საჯდომი ნერვის გამოა ეს ტკივილი. ეგ არის მნიშვნელოვანი ტესტი, იმიტომ რომ ძალიან მაღალი მგრძნობიარობა აქვს ამ ტესტს და მიხვდები ადვილად, ან საჯდომი ნერვიდან მოდის ტკივილი თუ სხვა მიზეზია. მეორე ვარიანტიც არსებობს ამ ტესტის, ანუ ის ფეხი კი არ აუწიო, რომელიც ტკივა, არამედ მეორე ფეხი აუწიო და იმ მეორე ჯამთელი ფეხის აწევის შემთხვევაში თუ აქეთ მხარე ეტკინა, რომელიც ისედაც ტკივა, ხო, უფრო გაუძლიერდა ტკივილი, რა თქმა უნდა. ამ შემთხვევაში კიდე ეს ითვლება ერთ-ერთ ყველაზე დამარწმუნებელ ტესტად, რომ ნამდვილად აი დისკის გამოვარდნის გამო აქ, ან დისკი აწვება ნერვებს და მაგიტო აქ ადამიანს ეს ტკივილი. ხშირია ეს მდგომარეობა, დაახლოებით პოპულაციის 3%-ს აქვს
3%-ს აქვს გულისხმობ, რომ ეს როგორც დაავადება აწუხებს, თორე ცხოვრებაში ერთხელ ძალიან ბევრ ადამიანს ემართება, მაგრამ საბედნიეროდ ისინი კარგად არიან. ყველაზე მთავარი მიზეზი არის რომ აი დისკის გამოვარდნა, ან გამოწევა, ან გასკდომა და მისი შიგთავსის გამოსვლა, ეგ მიიჩნევა მთავარ მიზეზად, რატომაც ნერვს აწვება, ნერვზე კომპრესია ხდება და შემდეგ ფეხით ტკივა ადამიანს. სხვა მიზეზები შეიძლება იყოს, მაგალითად ხერხემლის არხის შევიწროება, ხერხემლის სტენოზი ქვია მაგას, შედარებით იშვიათია, შედარებით კი ბევრად იშვიათია, ანუ 90%-ზე მეტ შემთხვევაში არის დისკის ჰერნიაცია, ანუ დისკის თიაქარი, დისკის თიაქარსაც ეძახიან მაგას. შეიძლება ზოგ შემთხვევაში სიმსივნის გამოც იყოს, მაგრამ სიმსივნეებიც ხერხემალში არ არის ახლა ისეთი ხშირი. უმეტეს შემთხვევაში მოკლედ დისკის პრობლემები გვაქვს, თუმცა სიმსივნეებმაც და ხერხემლის სტენოზმაც შეიძლება გამოიწვიოს აი ეს ტკივილი. მე ამ ნერვის კომპრესია იწვევს, ანუ ზეწოლა იწვევს ანთებას, ანთება იწვევს ტკივილს და ადამიანს აქვს ეს სიმპტომები. ასევე კომპრესია იწვევს ამ ნერვის გაღიზიანებას, ნერვის გაღიზიანების ნიშნები შეიძლება ქონდეს, მაგალითად აი დაბუჟება, მგრძნობელობის დაქვეითება, ფეხის სისუსტე და ზოგ ადამიანს ანუ ჩამოვარდნილი ფეხიც ემართება, რთული შემთხვევაა ეგ, როცა ადამიანი ვეღარ დადის მერე ნორმალურად, იმდენად ძალიან მტკივნეულია. რისკ ფაქტორები ვთქვათ, ეხლა რა არის მთავარი, რატომ ემართებათ ადამიანებს ეს იშიაზი, ასაკი ყველაზე მნიშვნელოვანია, 45 წელს ზევით ყველაზე ხშირად ვითარდება, რადგან ასაკთან ერთად კუმულაციური სტრესი, კუმულაციური დაზიანება ხერხემლის ვითარდება, თუნდაც მცირე-მცირეცი და მერე 45 წლიდან იჩენს თავს. 45 წლიდან 65 წლამდე ყველაზე ხშირად ემართებათ ადამიანებს ეს წელის რადიკულოპათია. მაღალ ადამიანებს უფრო მეტად ემართებათ, რადგან ან მაღალ ადამიანების შემთხვევაში ხერხემალზე ზეწოლა უფრო მეტია. ვინც ეწევა, იმათ ორჯერ უფრო ხშირად ემართებათ, რადგან მოწევა ხელს უშლის აი ამ ხერხემლის მალების დისკების სისხლით მიმოქცევასაც და მომარაგებასაც საკვები ნივთიერებებით. ასევე ადამიანები კაცებში უფრო ხშირია, რადგან უფრო ხშირად აქვს ისეთი პროფესია, რომელიც მძიმეების აწევა, სუდად მოტრიალება, დიდხანს ჯდომა, მთელი სხეულის ვიბრაცია, აი ჩაქუჩებთან რომ მუშაობენ და მძღოლები რომ არიან, რომ სხედან ძალიან დიდხანს მაგათ ემართებათ ხშირად. ამიტომ ფიზიკური აქტივობა, მithom ეს ეგეთ პროფესია თუ გაქვს, აუცილებელია, ან სულ საოფისე სამუშაო ვისაც აქვს, ვინც დიდხანს ზის. რაღაც პერიოდში ერთხელ აუცილებელია ფიზიკური აქტივობა და ვარჯიში ამ ადამიანებისთვის. ჭარბიწონა, ხერხემლის კუნთების სისუსტე და არასწორ პოზიციაში სიარული და ან ჯდომა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორია. დიაგნოზი როგორ ისმევა? ხა დიაგნოზი ისმევა სუფთად, აი რომ მოგიყვება ადამიანი რა ჭირს, ანუ ნიშნებით და სიმპტომებით ისმევა დიაგნოზი. თვითონ საეტიკა არ ნიშნავს დაავადებას, ანუ დაავადება არ არის, ესა სინდრომი. ანუ სინდრომი არის საჯდომი ნერვის კომპრესიის ნიშნების ერთობლიობაა. ამას ქვია აი ეს საეტიკა, ან ეს იშიაზი, ეს არის სინდრომი და არა დაავადება და კლინიკურად ისმევა ეს დიაგნოზი. ანუ შეხედავ ადამიანს, გეტყვის რომ ეს მტკივა, მე იმ ფეხის აწევის ტესტს გავუკეთებ და თუ ისიც იქაც პოზიტიური იქნა ნიშანი, ან მტკივილი თუ აღმოცენდება ფეხის აწევისა, იტყვი რომ აქ არის იშიაზი. შეიძლება რა თქმა უნდა გამოყენება MRI-ის, მაგნიტური რეზონანსული კვლევის, ინახოს რამდენადაა თქვა დისკი გამოწეული, ან რამე სხვა ხო არ არის, სხვა პრობლემა. ოღონდ ეგ როგორც წესი არის დამხმარე საშუალება. უმეტეს შემთხვევაში მოკლედ რო აღწერს პაციენტი რა მდგომარეობა, მაგით ისმევა დიაგნოზი. რაც შეეხება პროგნოზი როგორი აქვს მდგომარეობას, უმეტეს შემთხვევაში აქვს კარგი, რამდენიმე კვირის განმავლობაში ადამიანების 70%-ს გავლის თავისით, საერთოდ არაფერი არ გააკეთოს, ისე გავლის და 90%-ს გაუმჯობესდება მკურნალობასთან ერთად დაახლოებით 6 კვირის განმავლობაში, ზოგ შემთხვევაში ცოტა მეტი ჭირდება. დაახლოებით 20% ადამიანებს ისევ დაემართება, ანუ მიუხედავად იმისა, რომ გამჯამრთელდებიან ცხოვრების განმავლობაში, დაემართებათ ისევ და დაახლოებით 10%-ს კიდე ექნება ქრონიკულად მუდმივად შეაწუხებს ეგ პრობლემა იქნება. ხო, რაც შეეხება მკურნალობის, ერთი მთავარი პრინციპი უნდა დაიმახსოვროს ადამიანმა, რომ ის მოძრაობები არ უნდა გააკეთოს, რაც ტკივილს ზრდის.
ოღონდ არც საწოლში არ უნდა იწვეს. ანუ უნდა იაქტიუროს ფიზიკური აქტიურობა აუცილებელია, ვარჯიში აუცილებელია. ფიზიოთერაპია სასურველია და ახლანდელი თანამედროვე გაიდლაინების უმეტესობა დაგეგმილ ვარჯიშს და ფიზიოთერაპიას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. წამლებიდან თავიდან ინიშნება მოკლედ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, მაგალითად იბუპროფენი, მაგალითად ნაპროქსენი, თუ არ შველის დიკლოფენაკი, უფრო ძლიერი, თუ არასტეროიდები არ შეიძლება, მაშინ სისტემური კორტიკოსტეროიდები, პრედნიზონი მაგალითად, თუ ოღონდ ხან მოკლედ გამოიყენება რამდენიმე დღის განმავლობაში ან 2 კვირა. თუ არ შველის ძალიან ძლიერი სიმპტომები აქვს და არაფერი არ შველის, მაშინ ინექციები და თუ იცის ექიმა რომ ნამდვილად დისკის პრობლემაა, მაშინ ინექციები ეძახიან ბლოკს ეძახიან ხოლმე, როცა ხერხემას იკეთდება ინექცია მოკლედ და შეყავთ ხოლმე როგორც წესი სტეროიდები მაგ დროს. თუ კუნთებია ჩართული, ანუ კუნთების ძლიერი სპაზმი აქვს ადამიანს, მაშინ კუნთების რელაქსანტების გამოყენება შეიძლება. თუ ნერვული სიმპტომები აქვს მნიშვნელოვანი, მაგალითად დაბუჟება, ჭიანჭველების გრძნობის შეგრძნება, ფეხის სისუსტე, გრძნობელობის პრობლემები, ამ შემთხვევაში შეიძლება მაგალითად გაბაპენტინი, ანუ ნეიროგენული ტკივილის და ეს ნერვული გაღიზიანების საწინააღმდეგო პრეპარატები, ან პრეგაბალინი, მაგრამ როგორც წესი მაგათი გამოყენება არ ხდება ხოლმე საჭირო. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა. მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დაალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, ეგ იქნება თქვენი სოლიდარობის გამოხატულება ჩემი არხის მიმართ, ან გააშიარეთ, ან დააკომენტარეთ, მოკლედ რაიმე სახის აქტივობა მნიშვნელოვანი იქნება YouTube-ის ალგორითმისთვის, რომ ეს ვიდეოები დააწინაუროს. მადლობა თქვენი ინტერესისთვის.